ვიდეო არ არის პროფესიონალებისთვის, არის იმათთვის, ვინც ეძებს სიახლეებს, მშენებლობაში, რემონტში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კაფელის სამუშაოებზე. მე არ ვესაუბრები იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი არ ესმის, ან უბრალოდ წყინს ჩემი საუბრები აქვს, მე ვესაუბრები იმ ადამიანებს, ვისაც ესმით და აინტერესებთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რასაც დროთა განმავლობაში გავაცემ მე ჩემი ცოდნით და გამოცდილების საფუძველზე. ასევე ეძებს სიახლეებს, ვცდილობ ვისწავლოს ახალი საქმეები, ვისწავლო ის საიდუმლოებები, რაც ხელოსნებს მაიციან და შემდგომ ვცდილობ გავუზიარო ჩემ არხზე ეს ყველაფერი იმ ადამიანებს, ვისაც მართლაც გულწრფელად აინტერესებს. ეხლა ვისაუბროთ კონკრეტულად მოზაიკის გაკვრაზე, მსგავსი ტიპის მოზაიკის გაკვრაზე. აქ არ არის მარტივი გასაკეთებელი, შეიძლება თავისებურ სირთულეს, თუმცა თუ რაღაც მნიშვნელოვან დეტალებს გავითვალისწინებთ, ეს სირთულე იქნება მარტივად გადაწყვეტილი. პირველი, კედელი მაქსიმალურ დონეზე უნდა გასწორდეს, დაზომფარების დონეზე, ანუ დაშხურების დონეზე უნდა გასწორდეს კედელი. არ აქვს მნიშვნელობა რის კედელი იქნება, ცემენტის თუ სხვა რამე მასის. შემდგომ ამისა შეგიძლიათ ეს კედელი დაგრუნტოთ ან მასზე გააკეთოთ იზოლაცია, წავუსვათ იზოლაცია და მე შემდგომ დაიწყებთ უკვე მოზაიკის გაკვრას, მაგრამ ამ მოზაიკის გაკვრისთვის არის უმნიშვნელოვანესი ის, რომ თვითონ მოზაიკაზე არ ესმევა წებოცემენტი, წებოცემენტი უნდა წავუსვათ კედელს მინიმუმ 1 მმ-იანი მალკით, ეგრეთ წოდებული მალკით სავარცხელი კბილებიანი წასასმელით და მაქსიმუმ მისი ზომა უნდა იყოს 2 მმ. ამის შემდეგ ვიწყებთ გაკვრას და მასზე სწორ ზედაპირიანი აი ასეთი ხელსაწყოთი მსგავსი ფორმით მსუბუქად ვივაწვევით და გავასწორებთ კედელზე. ეს არის მნიშვნელოვანი საიდუმლო ხერხი ხელოსნების, რითაც ხდება მოზაიკის გაკვრა. აუცილებლად უნდა გაყვეთ ამ თანმიმდევრობით, რომ გამოგივიდეთ კარგი. 100%-იანად ამის გაკვრა ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, არც მინახია 100%-იანად კარგი გაკეთებული და ვერც შეგვისრულებია ჩვენ 100%-იანად, მაგრამ იქნება კარგი. მსგავსი ტიპის მოზაიკები კეთდება აბანოებში, თლიან აბანოზე, დეკორის სახით, ასევე აუზები. გამოდის ვიზუალურად ლამაზი, ეფექტური და შეგიძლიათ გამოიიღოთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ვიდეოს და ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის სუბრის წარმოების ფაზური რელე, რომელიც აუცილებელი არის ელექტროქსელის უსაფრთხოებისთვის და ქსელში მიერთებული სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისთვის. მე რეკომენდაციას ვუწევ სუბრის ფაზურ რელეს და შეგიძლიათ ის შეიძინოთ დომინოში. მისი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში არის დომინო. ასევე გეტყვით მის უპირატესობებს სხვა მსგავსი ტიპის ფაზურ რელებთან. ეს არის მისი მაღალი ხარისხი, 5 წლიანი გარანტია, მუშაობის სისწრაფე და ავტომატური გამორთვის პრინციპი. როდესაც ის აღმოაჩენს მითითებული დიაპაზონების გადაჭარბებას, ის უსწრაფესად ავტომატური ამომთველის პრინციპით გათიშავს ქსელს, რაც დაიცავს თქვენ ქსელს დაზიანებისაგან.